რა სურათი მივიღეთ, მოდით ამით დავიწყოთ საუბარი, არ ვიცი, პოლიტიკურად ახლა რა ხდება, იმიტომ რომ თითქოს მორალურ უპირატესობას აჩვენებს ახლა ქართული ოცნება იმით, რაც 4 ოქტომბრის საღამოს 8 საათიდან ვიდრე ღამის 2 საათამდე განვითარდა. კი ბატონო, ეს კანონზომიერია ახლა რაც ხდება და ოცნება რო ცდილობს მორალური უპირატესობის ჩვენებას, იმიტომ რომ ოცნებამ საჩუქარი მიიღო რეალურად უპასუხისმგებლო ოპოზიციური სპექტრის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, მაგრამ იმისთვის რომ აი ამ ყველაფერს პასუხი გავცეთ, აი რატო ხდება, ხო, ის რაც შესაძლებელია რომ არ მომხდარიყო და თქვათ ვარსებობდით ისეთი ხალხი, ვინც საუბრობდით იქამდე ვიდრე ურემი გადაბრუნდებოდა, ეხა შედეგს კი არ ველოდებოდით იქამდე დიდი უკმაყოფილების წინააღმდეგ, როცა ამას ვამბობდით, რომ ეს საჩუქარია ოცნებისთვის და ამან ეს დაგხვევს ჩვენ უკან. ანუ ისეთი მოლოდინების შექმნა, რომელიც შეიძლება გაცრუვდეს, ისეთი თემების აწევა, რაც შეიძლება ოცნებამ პროტესტის დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს, ის რაც შეიძლება ოცნებამ მარცხად გაგვიფორმოს, მაშინ, როდესაც რეალურად ოცნება გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია საწყისი პოზიციების გათვალისწინებით ვიდრე პროტესტი, მაგრამ იმისთვის რომ გავიგოთ ეს ყველაფერი რატო ხდება, უნდა უფრო დიდ სურათს შევხედოთ. რეალურად ჩვენ რას ვხედავთ საქართველოში? მე ვიტყოდი გავრილოვის ღამიდან მოყოლებული, მაგრამ ახლა უკვე ძალიან ინტენსიურად აი ამ ხო, წყვეტა რომ არ გავაკეთოთ გავრილოვის ღამიდან აი 5 წელია მე ვუყურებ რაღაც პროცესს, რომელსაც თავიდან შეიძლება ვერ ხვდებოდი რა პროცესი იყო, მაგრამ ნელ-ნელა აი ამ ყველაფერმა როდესაც თავისი ლოგიკა შეიძინა, ეხლა ძალიან ცხადად ჩანს რა ხდება. რომ რეალურად აი ეს პროტესტი, რაც მიდის და აი ეს პროცესი, რაც მიდის, არ მიდის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ეს არის წმინდად სახალხო, წმინდად დემოკრატიული პროცესი, რომელიც რეალურად აპროტესტებს რას? აი რას აპროტესტებს ეს ხალხი? ეს ხალხი აპროტესტებს იმას, რომ ერთი კაცის ახირებას ეწირება მისი კეთილდღეობა, მისი ისტორიული მისია, მისი საგარეო არჩევანი, მისი შვილების განათლება, თქვათ, კრიმინალური ვითარება, გარშემო თქვათ, უსაფრთხოება, ქვეყნის დამოუკიდებლობა, ხო? აი ამას აპროტესტებს და ამ ყველაფერს წინააღმდეგობას უწევს, იმიტომ რომ თან მით უმეტეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაირჩინოს ძალაუფლება და მას ემსახურებოდეს მთელი სახელმწიფო. ანუ რეალურად ეს დემოკრატიული პროცესი და დემოკრატიული პროტესტი ეჯახება ავტოკრატიას. რატო ვერ იკეთებს? ეხლა ეს პროტესტი არის უთავო სრულიად, ხო? ნებისმიერი ლიდერი, რომელიც შეიძლება ვთქვათ, პროტესტის ვთქვათ, სახელით, არ ვსაუბრობ პროტესტის სახელით, ცხადია, ჩემი და ფედერალისტების სახელით ვსაუბრობ, მაგრამ შეიძლება რომ პროტესტზე ვსაუბრობდეთ, არც ერთი არა ვართ პროტესტის ლიდერი. გინდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აიღე, გინდ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები აიღე, გინდ სასულიერო სამყაროს წარმომადგენლები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს მიდის და ტელევიზორში ლაპარაკობს პროტესტზე, არც ერთი არ არის პროტესტის ლიდერი, ანუ თავი არ აქვს პროტესტს. და რატო ხდება ეს ყველაფერი? ანუ ამას აქვს სისტემური ახსნა. ერთი მხრივ კარგია რომ თავი არ აქვს. იმიტომ რომ თავის მოჭრაც რთულია, როცა თავი არ აქვს და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ შესაძლოა ფუჭი თავები მოიჭრას ასეთ დროს. ხო, ანუ ჩვენ ვხედავთ კიდეც ამ ფუჭი თავებს, ანუ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ციხეში სხედან, მაგრამ მოჭრა ეს თავები, ხო, ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ პროტესტი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საპროტესტო მოძრაობაში ელენა ხოსტარია, ჩემთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ მოკავშირე იყო. ზის ციხეში, მაგრამ პროტესტი გრძელდება, ხო? ეს მე რო ჩამსვან ციხეში პროტესტი მაინც გაგრძელდება. ბოკერია რომ ჩასვან ციხეში, პროტესტი მაინც გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ არ განვაპირობებთ ამ პროტესტს. ჩვენგან დამოუკიდებლად მიდის ეს პროტესტი. ხო და ეხა ერთი წუთით აი ეს მინდა ახსნა, რომ რატო ვერ იკეთებს ეს ყველაფერი? ერთი მხრივ ეს არის პოზიტიური, იმიტომ რომ თავს თუ ვერჭერი ვერ კლავ პროტესტს, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის ნეგატიური, იმიტომ რომ იმისთვის რომ პროტესტმა შედეგი მოიტანოს, მას თავი სჭირდება, თავი, ანუ პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მართავს ქვეყანას. ეს თავი რომ ჭირდება გასაგებია, მაგრამ ახლა რომ პროტესტს თავი არ აქვს, ამ ნაწილში
თქვენიც და ზოგადად ოპოზიციური სპექტრის პასუხისგებლობა ალბათ არის ის, რომ თავი ვერ მოება. არა, სისტემურია, ძალიან დიდია ჩვენი პასუხისგებლობა. ძალიან დიდია ჩვენი პასუხისგებლობა და გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე ახლა რომელიმე მანევრი, რომელიც ჩვენ ვერ გავაკეთეთ, ან ვერ შევძელით. ანუ პროტესტი არის დემოკრატიული, მოდის ქვემოდან ზემოთ და ითხოვს ეგეთივე თავს. პროტესტის დაკვეთა არის, რომ მას გქონდეს სისტემურად ეს არის მისი დაკვეთა დემოკრატიული თავი, რომელიც სინქრონშია მასთან, მის მოთხოვნებს ითვალისწინებს და მის მოთხოვნებში იმას კი არ გულისხმობ, რომ პროტესტის აქტიური რაღაცა 200 კაცი რაღაცას ითხოვს, რომ ეხლა დაბლოკე შენობა ან ასე შემდეგ. არა, აი სტიქიურად რომ გამოდის, რასაც აკეთებს პროტესტი. იმას უნდა დააკვირდე და იქ მიხვდები, რას ითხოვს და 4 ოქტომბერი ამ ხრივ აი ამ პროტესტის დასახასიათებლად 4 ოქტომბრის ნაწილზე უფრო მეტი მინდა რომ ვისაუბროთ. 4 ოქტომბერი გეტყვი მანუ რა არის ჩვენი პასუხისგებლობა? ჩვენი პასუხისგებლობა ის არის, რომ ჩვენ ვერ შევძელით, რომ დემოკრატიულები ყოფილიყავით. ყოფილიყავით ისეთი, როგორიც არის პროტესტი. ცალკეულმა პარტიებმა თუ შიდა დემოკრატიული მექანიზმები გავავითარეთ, თქვა და ჩვენი ამომრჩეველს განვასახიერებთ. არსებობს ჩვენთან ოლიგარქიული ოპოზიციური პარტია ლელო და ავტოკრატიული ბელადზე აგებული პარტია სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა. გაცხადებულად ორივეს გაცხადებული ეს არის რეალურად, რომ ჩვენ გარშემო უნდა მოხდეს ყველაფერი, ანუ სააკაშვილს პირდაპირ აღებული ქონდა ეს სტრატეგია, რომ ჩემ გარეშე და ჩემ მე თუ დამეპირისპირდები და შემეწინააღმდეგები ნულდები როგორც ბოკერია, ხო? ეს არის ფორმულა, ამიტომ მისგან შეიქმნა ბელადზე ჩამოკიდებული ნულების პარტია და რაც შეეხება ხაზარაძემ ყველაფერი გამოავლინა არჩევნების მიმართ, ანუ არჩევნებად წოდებული ფარსის მიმართ დამოკიდებულებით, ხო? როდესაც მან ნახა კვლევა გააკეთა კვლევაში ნახა, რომ საპროტესტო ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი წინააღმდეგი არჩევნებში მონაწილეობის და განსაკუთრებით თბილისში, სადაც ყველაზე დიდია წინააღმდეგობა, ამ ყველაფერს შეხედა, თავის პარტიაში შეხედა, ნახა, რომ ნახევარი ლიდერების და ყველაზე აქტიური ლიდერები წინააღმდეგები არიან, გარშემო გამოიხედა, ნახა, რომ მისი პარტნიორი პოლიტიკური პარტიები არავის ყურადღება არ მიაქცია. კვლევას გულისხმობთ ლელოს მიერ ჩატარებულს, რაც გამოაქვეყნა, რაც გააკეთეს, მე ხო დაილიკა კიდე რაღაცები, რომ და ამ კვლევაში ხო ჩანდა, რომ ეს არის მოპარპაშე ოლიგარქია და ავტოკრატია, რაც ლელომ ჩაიდინა. როდესაც არავის ყურადღება არ მიაქცია საერთოდ და შევიდა ისეთ ემაში, რა ქვია, ვთქვათ, მოქმედებაში, რომელსაც ქართულმა ხალხმა ძალიან ღირსეულად უპასუხა. ანუ რეალურად ჩვენ ვერ შევძელით ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ ან გავმიჯნოდით დემოკრატიულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ან გავმიჯნოდით ავტოკრატიულ ოლიგარქიულ ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც დემოკრატიული პროცესი არ იღებს და ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა და ახლა ამ პასუხისგებლობით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მხოლოდ დემოკრატიულ პარტიებმა შეიძლება ვითანამშრომლოთ პროტესტის ამოცანებით. ეს მიდგომა, რომ მაგალითად აი თქვენ რას ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს მიღმა უნდა იმოქმედოთ, დაახლოებით დემოკრატიულმა პარტიებმა, როგორც თქვენ ამბობთ, იგივე ნარატივს დაახლოებით ამბობს ოცნება, რომ უნდა აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები, შესაძლოა სატელიტებში სწორედაც აი ამ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობდეს. რა მინდა რომ გკითხოთ? მიუხედავად აი ამ შეფასებისა, შეხედულებისა აი ამ ორი პარტიის მიმართ, რასაც თქვენ ამბობთ, მუშა პროცესში რაიმე მცდელობები, შიდა საუბრები 4 ოქტომბერთან დაუბრუნდეთ ისევ. წინარე არ გქონიათ რაიმე არ ვიცი რაზეც აი ახლა სასაც ლაპარაკობთ იქ გეთქვათ რომ ესე არა ესე ხوارჯობია რაღაცა საქმიანი ვიანის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ცხადია ამაზე დისკუსია გქონდა უბრალოდ მან პრობლემა ის არის რომ შენ რამდენიც გინდა ელაპარაკე სანიკიძეს და ბოკუჩავას ისინი ნულები არიან სააკაშვილის გარეშე და რაზეც არ უნდა შეთანხმდე მაინც ის მოხდება რაც სააკაშვილს უნდა ზუსტად იგივე ხდებოდა ვთქვათ კუპრაძის შემთხვევაშიც რაზეც გინდოდა გელაპარაკა მაინც მამუკა გადაწყვეტა და საბოლოო ჯამში ანუ ნულები არიან ეგეთ სისტემებში სხვა ყველა ნულია ბელად ვინც იხდის ის არის ტიპი ხო ანუ იგივე ხა შევხედოთ ახლა კეზარაშვილის დაფინანსებულ პარტიებშიც ხო იგივე ხდებოდა გაწიეთ ბოკერია შემოწიეთ ვიღაცა გაწიეთ მელია შემოწიეთ ხაბეიშვილი ზემოდან ქვემოთ ხდება კარნახი ამომრჩეველს არავინ არაფერს არ ეკითხება იგივე ხდება ხაზარაძის პარტიაშიც ეხლა ხო აბსოლუტურად სხვა რეალობა არის ანუ ეხლა სხვა რეალობა მივიღეთ კითხვა 4 ოქტომბრამდე მე თვითონ ელენემ ყველაზე მეტი ბრძოლა იმისთვის რომ
4 ოქტომბერი ამ ფორმით არ მომხდარიყო, რა ფორმითაც მოხდა. და შესაძლოა ვთქვათ, რომ ელენე შესაძლოა იმიტომ ჩაჯდა ციხეში, რომ 4 ოქტომბერში არ გარეულიყო. არ მგონია, რომ რაღაცა განზრახვები ქონდა ელენეს, მაგას ვერ დავაბრალებ. რამ გამოიყვანა 4 ოქტომბერს ქუჩაში გარეთ ხალხი? ნაციონალურ მოძრაობამ ხო არ გამოიყვანა სინამდვილეში? გამოვიდა ნაციონალურ მოძრაობას რო გამოიყვანა, გაყვებოდით იმ ნაციონალურ მოძრაობას, ხო? არა, უბრალოდ ლოგიკური იყო 4 ოქტომბერს აქციის დანიშვნა, ჩვენც დავნიშნავდით 4 ოქტომბერს აქციას, ოღონდ არა რაღაცა ტყუილი დაპირებით, რომ 4-ში ვამთავრებ, 4-ში ვასრულებ და მომრჩევლის მოლოდინის ამუჩა დაგდებით, არამედ ძალიან წყნარი მოწოდებით, რომ არ წახვიდი არჩევნებზე, მოდი რუსთაველზე. თუმცა ეს გააზრება ხალხს ხო ქონდა, რომ ამბობდნენ, მეც არ ვეთანხმები იმას, რომ რაღაცა იწყება და 2-12 საათში მთავრდება, კარგი ამბავიც არ დამთავრდება ეგრე უცებ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი აზრით, ვის აინტერესებს? ხალხმა იცოდა, რომ ესეთი განცხადებები კეთდებოდა 4 ოქტომბრამდე, მაგრამ მაინც გავიდა და მივიდა. მეც გავედი, დაპირისპირებული ვიყავი დანასისხლად მაგ განცხადებებს, ანუ ჩემზე აქტიური ხალხი რო იჯდა და ელოდებოდა, აი ურემი როდის გადაბრუნდება, რომ მოდი მე შევაფასო, ვიყავი თავით შესობილი, აი ამ ნაკადში უზარმაზარი აგრესიის, რაც მოდიოდა აი ამ ბაბლის მხრიდან, ხო? მაგრამ მეც ვიყავი, ოღონდ მე ვიყავი გასული, იმიტომ რომ ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, ბურჭულაძესთან კი არ წავსულა. ყოველ საღამოს, როგორც გავდივართ ფედერალისტები 8 საათზე, ავდექით და გავედით 8 საათზე. ესე მოიქცა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შეიძლება უფრო ადრე მივიდა იქან ასე შემდეგ, მაგრამ მივიდა იმიტომ, რომ ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური აქტია არჩევნები. არც ერთ პოლიტიკურ აქციაში არ იღებს მონაწილეობას იმდენი მოქალაქე, რამდენს მოქალაქეც მონაწილეობას იღებს არჩევნებში. ამ ხალხმა ეს არ გააკეთა, არჩევნებში არ წავიდა. სადღაც ხო უნდა წასულიყო? გამოვიდა რუსთაველზე. უბრალოდ გამოვიდა რუსთაველზე. არა იმიტომ, რომ რაღაცა შენობები აეღო და რაღაც თქვათ, ბატა ბურჭულაძის ბრძანებებს დამორჩილებოდა. არა, იმიტომ რომ ამას აკეთებს ისედაც და მნიშვნელოვან დღეებში, გადამწყვეტ დღეებში გამოდის. კი, თუმცა ეს ხალხი არ გამოდის არც მზესუმზირის საჭმელად და საჭორაოდ. ხანდახან გამოდის ბრაზის გამოც და შესაძლოა მზადაც არის იმისთვის, რომ რაღაც გავიგე, მაგრამ მაგას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, ხალხი როდესაც თქვათ გამოდის ბრაზის, შენ თუ გინდა რომ ის ბრაზი მართო, ამისთვის უნდა დადგე და გაიცნო ჯერ მარტო ვინ არის ამ პროტესტში ჩართული და დაირეგისტრირო, შენთან დაიახლოვო და ეს პროექტიც გქონდა დაწყებული რვიანში, რეგისტრაციის პროექტი, რომელსაც ნაცემა რომ დაინახეს, რომ ფედერალისტებმა ეგრევე 400 ავკრიფეთ, ვინც დაგვირეგისტრირდა, რომ აი მე ფედერალისტების ვარ და მზად ვარ პროტესტში აქტიურად ჩავერთო, ნაცები 100-მდე ძლივს აღოღდნენ, იმიტომ რომ არ აკავთ ხალხი თბილისში, არ არსებობენ რეალურად, ამიტომ გავარდნენ ამ პროექტიდან და შენ ბოლოს ხო დაინახეთ რაც ხდებოდა იქ იმ უბედურების თავს. 100 კაცი კი არა, 15 კაცი არ ყავდათ გარშემო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო დიდი ტყუილი, დიდი ფარსი. იმიტომ რომ თავიანთი ხალხი არ ყავდათ, ეს იყო რუსული რულეტკა. იცით რას მაგონებდა მთელი აი ეს განცხადებები? ვალერი გელბახიანის ჩანაწერი გახსოვთ, თქვენ ხო ჟურნალისტი ხართ, გემახსოვრება თბილისის აგდებას რა უნდა. აი ხაბეიშვილს რომ უყურებდი, აი ეს ვალერი გელბახიანის აი ეს ფრაზა მახსენდებოდა, ისიც მახსენდებოდა, რომ ვალერი გელბახიანი მიშას ადვოკატი იყო ეხლა და ბიძინას პირდებოდა პარტიას გადმოგიფორმებს და პოლიტიკას საერთოდ გაეშვება, ოღონდ ციხიდან გამოდიოდა. აი ამას ხედავდი რა, ჩაულებრივად, რომ აი ვალერი გელბახიანის მსგავსების ნაკარნახევის სცენარით და იქ რაღაცა ტარიელაონიანთან მეგობრობით, თავმომწონეობით, აი კარიკატურული სცენარი, აი 800 ქურდი, ვალერი გელბახიანი, აი თითქოს კოცების კარიკატურად გადაიქცნენ და აი იმ რაღაცა манипуляციებით ცდილობენ დემოკრატიულ პროცესის თქვათ შიხში შეყვანას, თავზე მოხტომას და იმის თქმას, რომ სხვა ყველა ბანძია, აი მეკპირდები მარტო რეჟიმის გამოცვლას და აი ესე მოატყუეს ხალხი. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ხალხი მათ არ გაყვა. ხალხი მიხვდა, რომ უპასუხისმგებლო დაპირებებს არ უნდა გაყვეს, უპასუხისმგებლო მოწოდებებს არ უნდა გაყვეს და არ გაყვა. უბრალოდ ძალიან მწყინს, რომ 50-ზე მეტი ოჯახი არის გაუბედურებული ამის შედეგად. ყავს ახალი პოლიტპატიმრები, ძველი პოლიტპატიმრები რო გამოსაშვები ყავდა და მათზე რო ფოკუსი უნდა გქონოდა. ეხლა ეს ყველაფერი იბლარება, ოცნება არის ისეთ პოზიციაში, რომ შეუძლია ერთმანეთში აზილოს ძველი და ახალი პოლიტპატიმრები და ატრიალოს კადრები, როდესაც ვთქვათ, ბურჭულაძის მოწოდების თუ იქ მეორე ვინ იყო ის კაცი გვარი სუმა ვიწყდება მეორე მურთაზ ზოდელავას მოწოდების შესაბამისად ეს ხალხი, ანუ ეს ყველაფერი არის რეჟიმის პროპაგანდა. გეგმა სინამდვილეში არ ვიცით იქ იყო თუ არ იყო, მაგრამ
თქვენ ამბობთ რომ არანაირ გეგმა არასებობდა. ჩვენ მქონდა ვიდრე თქვენ ეთერში შემოხვიდოდით რეპორტაჟში მოვყევით წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია რომ თბილისის აგდებას რა უნდა. ეგება ავაგდოთ თბილისი. იმდენად დელუზიურები არიან, რომ პარტიამ, რომელიც თბილისში მეხუთე ადგილზე გავიდა და პარტიამ, რომელიც მიშას მარშს ვერ უტარებს, ანუ მარში ვერ გაუკეთებიათ ვივამედიდან აქამდე საზმაუს, რა ვიცი მე, ასკაციან მარშზე ტორღიალებიან, მიშა იყვირეო, ხო? თავისით რომ ვერაფერი ვერ გაუკეთებია, აი ესეთი რაღაცა გააკეთა და არანაირი გეგმა არ ქონდა. თავიდან ბოლომდე გათვლილი იყო ხალხის აგდებაზე და თქვენ ამბობთ რომ არავითარი გეგმა არ არსებობდა. აბა ეხლა მაშინ უნდა ვილაპარაკო იმაზე რომ ნუნუ სანდერსიდან დათუნიას ქონდა, ნუნუ სანდერსის დათუნიას გეგმა, იმიტომ რომ ისე დაესიენ მე ეს ნაცები, თქვათ აი ეს blame game-ში რომ შევიდნენ თითების შვერაში ამ ქალს, ანუ არ მაგის იმედზე იყო რევოლუცია, ეგ ხდებოდა, ხო, რა გეგმაზე მელაპარაკებთ? კარგით, აი გეტყვით. ნუნუ სანდერსის დათუნიას აბრალებდნენ გეტყვით რას გეუბნებით. მოკლედ წყარო გვაწვდის ინფორმაციას რომ გარკვეული თვეების განმავლობაში ვიდრე 4 ოქტომბრამდე ქართული ოცნების ყოფილი და შესაძლოა მოქმედი მაღალჩინოსნებიც ლაპარაკობდნენ ლევან ხაბეიშვილთან და მათ შორის ერთ-ერთი იყო გრიგოლ ლილუაშვილი. ამ ვერსიას, რომ შესაძლოა ლილუაშვილს ესაუბრა აქციის ორგანიზატორებთან 4 ოქტომბრის შესახებ მიეწოდებინა გარკვეული გეგმები, მითითებები, ან 4 ოქტომბრამდე ინფორმაციები მიეცა, რაც გაასაჯაროვა ლევან ხაბეიშვილმა, რაც სინამდვილეში ეგჭორები ისე ნებისმიერი მედიის, ან ნებისმიერი პოლიტიკოსის იმაში, რა ქვია, ინბოქსში და ტელეფონში ხდება შემდეგი, რომ შენ გაწოდის ვიღაცა მავნებელი ხალხი რაღაც ინფორმაციებს იმისთვის, რომ მე შენ გამოგიყენო როგორც გამტარი. თუ ეს ყველაფერი ბლეფი იყო და რაღაც ჰაერის ბუშტი, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაშინ მიზანი რა ეს იყო სააკაშვილის დაკვეთა. მიზანი რა ჰქონდა? ყველაფრის დისკრედიტაცია, სადაც სააკაშვილი ყურადღების ცენტრში არ არის და სადაც სააკაშვილის პიროვნების კულტი არ დგას და ჩვენ არ ვწყავთ. ანუ ავტოკრატიას ვებრძვით ხალხო. ავტოკრატიას და ეს ავტოკრატები მარტო რეჟიმი არ არის. სააკაშვილიც იგივეა ზუსტად. მის გარეშე ნულების პარტია კაცი ღია დიდხოდა. მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელობა არა აქვს. იქიდან მართავს ბოკუჩავაც, ხაბეიშვილიც, ბარამიძეც, სანიკიძეც, ფავლენაც. ნულები არიან სააკაშვილის ბენედიქციის და სააკაშვილის კურთხევის გარეშე. არ არსებობენ, აზრი არა, კაცის კაცები არიან, აზრი არა აქ იმათთან. ეს უნდა გითხრა სწორედაც რომ კაცებთან ითანამშრომლებ და არა კაცის კაცებთან. ბიჭო, მე მინდა რომ მე რომ შენ გელაპარაკები, შენ ხო შენ თავს განასახიერებ. რაღაცაზე შევთანხმდებით, ხელს ჩამოვართმევთ და შენ ხარ, ხო? უკან ვიღაცა არ იმაშვება, გიტრიალებს თავში ხელებს და მე შენ რო გელაპარაკები, არარაობას არ ველაპარაკები. ანუ მე მინდა, როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ვარ, ველაპარაკებოდე იმას, ვინც საკუთარ თავს განასახიერებს და საკუთარ პარტიას განასახიერებს და რაღაცას რო დამპირდება საკუთარი პარტიის სახელით იმ შეთანხმებას შეასრულებს. მიშამ გადამაგდო მაღაზია ტირილს კი არ დაიწყებს და წუწუნს რო აი დამეხმარე და შენ რო თავს დაესხი, მაგიტო აი საბავშვო. ვინ არიან კაცები, ვისთანაც ითანამშრომლობ? ხედავთ ხო, ჩვენ ახლა ვინც არიან და რუიანის ფარგლებშიც მქონდა ამის გამოცდილება. კარგი გამოცდილება მივიღე თანამშრომლობის დროა კარგი გამოცდილება მივიღე თანამშრომლობის მოედანთან, ახალთან, გირჩთან, ანუ შესაძლოა მივხვდეთ იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე ერთმანეთის არ მოგწონს. როდესაც ჩვენი ფოკუსში არის ამომრჩეველი და კონკრეტული საქმე, ეს ამ საქმის კეთება და ამ საქმეზე ფოკუსი და განსხვავებების გვერდზე გაწევა ამომრჩეველი ძიღლება, როცა ხედავთ რომ ერთმანეთს სანიკიძეს ეს არ გამოსდიოდა დიდებული ღონისძიებების მერე, აი ყველა როტაში გვიკრავდა. რვიანის ჩეთში იცი რა ირჩეოდა? სააკაშვილი იქ რატო ჩანდა? სააკაშვილზე ეს რატო თქვი, სააკაშვილზე ის რატო თქვი, აფხაზეთის პოლიტიკა სააკაშვილისაც რატო არ ეთანხმები? ტვინს ბურღავდნენ, ერთმანეთის გასაგონად ლაპარაკობდნენ თან იქ, რომ აბა ვინ უფრო უკეთ დაიცავს სააკაშვილს, იმიტომ რომ ერთმანეთსაც არ ენდობოდნენ, იმიტომ რომ მიაქვთ ამბავი მე სააკაშვილთან, ხო რომ ბოკუჩავამ ჩერგოსგან ესე დაგიცვა, მოდი ბოკუჩავა წინ წაწი, ანუ საზიზღრობაა ხალხო ეს. ქოცებში მაქვს ეს ნანახი, ფოთში ბიბლიოთეკა გახსნა ერთ-ერთმა ჩვენთან აფილირებულმა პროექტმა და გაარემონტა ნაბადას უბანში და ასე შემდეგ და იქ რომ მივედი ქოცის საკრებულოს წევრებიც იყვნენ მოსულები და მე მოულოდნელად დავადექი რა, ეხლა ჩვენი პროექტის ნაწილი იყო ქოცები ხსნიდნენ და შევედი ახლა ფარშევანგივით ხო, ანუ იქ ფოთში ჩავედი, არ მელოდებოდნენ, შევედი დავჯექი, საჩუქარი ჩაუტანე კიდე მახსოვს და მე დავინახე იქ იმათი წვალება ზუსტად, იმიტომ რომ აინტერესებდათ ჩემთან კონტაქტი, მაგრამ ერთმანეთს უყურებდნენ, იმიტომ რომ პირველი ვინ მოვიდოდა, რომ ვინ ჩაუშვებს მე. იგივე ანაცებში. იგივე, ანუ თქვენ რა ჩეთში გენახათ რა ხდება
ხდებოდა, ხო? ანუ აი ამას აკეთებდნენ, რომ თითქოს ერთმანეთს უმტკიცებენ იმას, რომ მე მიშას მოღალა, ნახე მიშას როგორ ვიცავ და ეს არის ჯოჯოხეთი. ეს არის როგორ რაღაც არის ფასით ხარ ناقიდი. ნუ გახდები ადამიანთა მონა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება. კეთილი ახლა ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ პასუხობთ მე არ მე ისინი რასაც ლაპარაკობენ მე ხოს უმოყასუხეთუზი ვარ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მათ შორის სააკაშვილი, ხაბეიშვილი ახლა ციხეში არიან და ეს ნაწილი ძალიან ფიქრობ გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ ასე შეხედა არ არის გასათვალისწინებელი. არ არის გასათვალისწინებელი. გასათვალისწინებელია ის, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს, რომ ეგენი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. მე რო აქ მაგათთან პათხალიმობას დავიწყებ, მაგითი არ გათავისუფლებიან. მაგრამ თუ იმას ვილაპარაკებ, რაც აქ რაც სწორია და რაც სწორ პროცესებს დაძრავს და რეჟიმს შეცვლის, მაგ შემთხვევაში გათავისუფლებიან. ამიტომ უნდა მორჩეს ეს საბჭოთა პათხალიმაჟის სტილი, როგორც რაღაცა ძილობის და კეთილის საქმის კეთების სტანდარტი. უნდა ვაკეთოთ ის, რაც მოგვიტანს შედეგს. შედეგს მოგვიტანს მხოლოდ დემოკრატიული პარტიების თანამშრომლობა, იმიტომ რომ პროტესტი არის დემოკრატიული და ითხოვს დემოკრატიულ თავს. ავტოკრატიები, რომელსაც რაღაცა მოელანდება, რომ 4-ში შეიძლება ხალხი ააგდოს, ან ვიღაცას მოელანდება, რომ 1 წლის წინ რო ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაუქმდა, მერე ხალხი მისი ნახირია და ფულს თუ გადაუხდის, მირეკავს უბნებზე. ესენი უნდა განეიდრავნონ. კეთილი, მოკლედ, ვიდრე ქართულ ოცნებაზე გადავალთ, კითხვები მინდა იმათანაც დაგისვათ. აი, თეორიულად თუ გიფიქრიათ, აი მაგალითად ლელო ამბობს, რომ ბოიკოტმა და ბოიკოტის რეჟიმმა, ასე ვთქვათ, დადო ეს შედეგი, რა შედეგიც დაიდო. თეორიულად თუ განგიხილავთ, რომ მაგალითად აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც ბოიკოტში იყო, არჩევნებში რომ მონაწილეობა მიეღო. არც ერთი წამით არ განმიხილავს ეგ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არ არის ნახირი. იმ ხალხს ერთი წლით ადრე შენ რო ეუბნები, რომ არჩევნები გაუქმდა და თან ხაზარაძე კიდევ უფრო შორს მიდიოდა 400.000 ხმით გაუქმდა, მე ვარ მთავრობაო და მოდითო სათამაშო პარლამენტი გამიკეთეთო, მაგას გვიძახდა, ხო? ანუ რეალურად, ანუ ტიპი მაგას ამტკიცებ, რა თავმოყარეობით უნდა გახვიდე ხალხთან და უთხრა, ვიცი რა, ეხლა მე შევიკარი და შევდივარ ერთად. ეგ არის სისულელე. არა, არასოდეს ეს არ განგვიხილავს, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ჩვენ ვართ სუსტის პოზიციაში, ხო? რეჟიმს აქვს მიტაცებული მთელი სახელმწიფო, აქ უზარმაზარი რესურსი, ისა, ესა და ჩვენ იმისთვის, რომ სუსტმა გაიმარჯვოს, უნდა იყოს თანმიმდევრული. იმიტომ რომ ადამიანი თავისი ევოლუციურად არის მიკერძოებული სტატუს-კვოსკენ. ირაკლი კუპრაძის ბოდიში რადიო თავისუფლებასთან იყო ეგეთი ინტერვიუ დაახლოებით გავიხსენებ, შესაძლოა ვწდებოდე, რომ თითქოს საუბრობდით ერთმანეთში ყველა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო. ეგ არის სუტყვილი ხალხო, ამასაც იწყვებდა. არ არსებობდა. იძახდა რომ მინდაო რომ ყოფილიყო, მაგრამ ყველა დავცინოდით. მაგაზე სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით. იძახდა საუბრობდით, მაგრამ რომ ვისხედით ხოლმე მაგიდასთან, აი რომ ვისხედით ხოლმე, ეგ არის საშინელი ოლიგარქია რა, იმიტომ რომ დავალება ქონდა იმ ირაკლი კუპრაძეს იმ საცოდავს, რომ სალომე თავად ირაკლი ამბობს, რომ სალომეც თანახმა იყო თითქოს, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ეს არის დიდი ტყუილი და ეს არის უსაქციელობა ირაკლი კუპრაძის მხრიდან, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ერთ მაგიდაზე რო ვისხედით ხოლმე და ვლაპარაკობდით იმაზე, რა უაზრობაა საერთოდ და რო არჩევნები არ ტარდება. ამასობაში ირაკლი კუპრაძეს შეიძლება იქ გვერდზე მოსაწევად გასული რომელიმე პოლიტიკოსი აყენებული ყოლოდა და უი სალომეს ველაპარაკებით და სალომე შეიძლება დავითანხმოთ და ასე შემდეგ. ამას ანუ ჩვეულებრივად ფეხზე დაიკიდეს ყველა. არ ვიცი, ელენე შეიძლება გამიბრაზდეს ამ ისტორიას რო ყვები, ანუ ადამიანებთან დამოკიდებულება რო გაიგო. ელენეს ისტორიას მოუყვები რა, იმიტომ რომ ელენე თვითონ ორჯერ შეხვდა ხაზარაძეს და ორჯერვე აუხსნა. ჩემსავით ხო არ არის ელენე, ანუ უფრო რაღაცა ცდილობს ამ ურთიერთობას და ეგება რაღაცა გამოიყვანოს. ეხლა მე სისტემურად გამორიცხული მგონია მათთან დალაგება. მაგრამ ეს ცდილობს. მივიდა ელაპარაკა აუხსნა რატო არის წინააღმდეგი, მე მეორედ მივიდა ელაპარაკა რატო არის წინააღმდეგი, იმათ რო სალომეს იდეა უთხრეს, უთხრა რატო მიაჩნია ეს იდეაც სასაცილოდ მათ შორის და რო იჭერდნენ კიდე იმას ეუბნებოდა სალომე დაკერეო, რომ დაგთანხმდესო თვითმმართველობის არჩევნებზე. ანუ ელენეს რო თავისი აზრი აქვს, ელენე რო ამაში დარწმუნა, ფეხზე კიდია ხაზარაძეს. იმიტომ რომ ის იხდის, გაიგე? ასეთი რამეს თქვენ რომ გონი ხარ მისი დაქირავებული, რომ და ვერ ხვდება საერთოდ პოლიტიკა რა არის. ვერ ხვდება რომ პოლიტიკოსებს ჭირდებათ საკუთარი ფეხები. ვერ ხვდება რომ პოლიტიკოსებს ჭირდებათ ანგარიშვალდებულება საკუთარ ამომრჩეველთან. ესეთი შეთანხმება გქონდათ თითქოს, რომ ესეთი შეთანხმება გქონდათ თითქოს, რომ 25 მანდატი უნდა მიგეცათ რუსთაველის საზოგადოების. სიგი ბოდვა, ყველაფერი არის. კარგი, დავასრულოთ, მინდა რომ საერთოდ დროში ჩავეტიოთ. ირაკლი კუპრავამ რო დაძრა ამაზე, ანუ სრული წინააღმდეგობა ქონდა. ბოდიში კუპრაძემ გვარები მეშლება. ხაზარაძესაც ხაინდრავას ვიძახი. კარგით, მოდით საერთოდ რომ ვიმყოფინოთ, აუცილებლად მინდა ვიკითხო. მოკლედ, ამ არჩევნების შედეგითაც კი კახი კალაძემ მიიღო
200,000 ხმა. აი ეს რიცხვებს მოდით გავეკეთოთ. ხო, ანუ თბილისის მაცხოვრებელთან შედარებით. წარმოიდგინეთ, ანუ ჩვენ შეგვეძლო რომ 4 ოქტომბერს ქონოდა ტრიუმფი, რომ არა უპასუხისმგებლო ხაზარაძე და უპასუხისმგებლო სააკაშვილი. ანუ ჩვენ შეგვეძლო რომ თუ ლელო და გახარია, ნუ ეხ გახარია. აი მორალურად დაეცა ეს ხალხი რა წააგო, რა დაკარგა. არა, ანუ მოდი აი მამუკა ხაზარაძე იყო გპ-ში ცკ კამსამოლოში მუშაობდა, მე როგორც ვიცი და იგება ლენინის სიტყვებით ავუხსნა რომ რევოლუცია ხდება მაშინ და რეალურად ჩვენ ფაქტობრივად რევოლუციური ცვლილება გჭირდება, ხო? მშვიდობიანია თუ როგორც მიტაცებულია სახელმწიფო. მაშინ, როდესაც მართულებს აღარ მოსწონთ მართველი, ანუ ხალხს აღარ მოსწონს მართველი და მართველს აღარ შეუძლია მართვა. ეს არის ლეგიტიმაციის ეროზია. როდესაც მართველის ნება ჩაატაროს არჩევნები, ფარსი და დაარქვას არჩევნები, არ სრულდება მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხრიდან, ეს არის რეჟიმის დელეგიტიმაცია. ანუ ეს ნიშნავს, რომ რეჟიმმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მართვა. იგივე ხდება რუსთაველზეც. რეჟიმს რომ მართვა შეეძლოს, რუსთაველს ხო არ დაგვაკეტინებდა, იმიტომ რომ ხშირად ხო არ არის გადაკეტისთვის საკმარისი ხალხი, ხო? მაგრამ გაკეტინებს, იმიტომ რომ არ შეუძლია მართვა და ამ ეს მნიშვნელობა ქონდა, რომ რაც შეიძლება უნდა გაგვეზარდა, ანუ რეჟიმიც კი ვერ დაწერდა იმ რიცხვებს, ეხლა ხო რაღაცა 31%, 30 ესენი დაიწერა, ხო? დაიხატა, ეხლა ახალქალაქ თბილისში ცოტა რთულია ამის გაკეთება, იმიტომ რომ შეიძლება გადაგიღონ და ეხლა ახალქალაქში იქ რაღაცა გარდაბანში და იმაში რაღაცა საოცრებები გააკეთა. ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ერთი კანდიდატი იყო და 21 წელზე მეტი ხალხი მიიყვანეს, წარმოიდგინეთ რა ავთენტური პროცესი. კარგით, მოკლედ და ეს და ტრიუმფს დავასრულებ რა, რატო? წარმოიდგინეთ, ეხლა ორიანებში რო ჩამოვარდნილი იქნებოდა ბიძინა, ეს განხეთქილება რო არ იქნებოდა ოპოზიციაში მომხდარი და აი ამ რაღაცა ბოიკოტის გარშემო ერთიანობა შენარჩუნებული და უბრალოდ მოწოდება რო ყოფილიყო, რომ არ წახვიდე არჩევნებზე, მოდი რუსთაველზე. გაცილებით დიდი მეტი რაოდენობით ხალხი მოვიდოდა, რასაკვირველია, იმიტომ რომ აი ამ რაღაცა დამხობის რუსთაველზე და დაუშვათ ოცნება ჩეჩენი რო გაგულახავდა მაგისი შიში, რასაც სააკაშვილი ავრცელებდა, ხო, იქამდე ჩეჩნებმა უნდა ქცემონო. ხო და აი ეს ყველაფერი რო არ მომხდარიყო, ჩვენ შეგვეძლო რომ საეტაპო გამარჯვება მიმიგვეღო, ანუ საბოლოო კი არა, საეტაპო. და როცა ამდენი ხალხი იქნებოდა, მე შენ არიცი იქ რა მოხდება, ხო? თვითონ 4-ში ცოტა ხალხი იყო, ასე ფიქრობთ? არა, როგორ არა, ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ორჯერ მეტი იქნებოდა. რომ არა არჩევნები, ამას გულისხმობ. არა, ხაბეშვილის, ბაჩო ახალაიას, აი ამ რაღაცა აი ახალაიას ნაწილიც ჯერ მთლად გარკვეული არ არის, იმიტომ რომ მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მხრიდანაც კი. ანუ უთყვარ ინფორმაციას ავწევ. აბსოლუტურად უთყვარ, ანუ მე რაც მესმოდა იქ შიგნით და რის რჩევაც მესმოდა, იმას ვავწერ. შიგნით ირჩეოდა ეს ამბავი. ნაცმოძრაობაში დაპირისპირება იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. კეთილი, კარგით, მოკლედ ამოვწუროთ ეს თემა ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად მინდა ვიკითხო ქართული ოცნება. ბაჩო ახალაია რა დანაშაულს ჩადიოდა და რას ჩადიოდა? უბრალოდ ფიგურირებდა ამ საქმეში და მასთან შეკრებები კეთდებოდა. თავად ბაჩო ახალაია ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები, არანაირი საუბრები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მას არ ჰქონია, უბრალოდ მე განცხადებას ვახმოვანებ ახლა. და უბრალოდ ბაჩო ახალაიასთვის ცუდი უნდოდა. კეთილი, ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა რომ დავასრულოთ ქართული ოცნება ახლა და ქართული ოცნების რეალურად ბაჩო ახალაიას ხალხი დადიოდა და თიკა ბოკუჩავაძე ლაპარაკობდა რომ რაღაცა ეგ პაესტკებში დადის, ხელფასი აქვს, რა ენაღლება, ესე აყირავებდა. ხო, მაგრამ აი ამ 31 აგვისტოს ნაცმოძრაობაში უნდა ნაციონალურ მოძრაობაზე და ბაჩო ახალაიას და ასე შემდეგ 13 წელია ზოგადად ქართული ოცნებაც სულ ასე ლაპარაკობს. არა, მე ლაპარაკობ იმას, რასაც თვითონ მისი თანაპარტიელები წუ, რაზეც თვითონ მისი თანაპარტიელები წუ. გავიგე. კარგით, მოდით ახლა ქართული ოცნების დღევანდელ აღარ ვიტყვი დანარჩენს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ახლა გამახსენდა, უფრო მნიშვნელოვანი მიშასთანაც იყო ამ თემაზე კომუნიკაცია. ჩავეტიოთ დროში და ამიტომ ქართული ოცნება ახლა და ქართული ოცნების ასე ვთქვათ ნამდვილად ხელისუფლებიდან რა ვიცი მშვიდობიანად წასulis რა მომავალს გეგმებს შეიძლება ხედავდეთ. იმიტომ რომ 4 ოქტომბერმა მოიტანა რაღაცნაირი რთული გარდატეხა და გამოაჩინა ბევრი ეკალიც, ხო? პოლიტიკური სპექტრისთვის მოიტანა პროტესტს დამოუკიდებელი სიცოცხლე. თუმცა ასევე აქვე ვიტყვი რომ სიტყვა რევოლუციასაც საზოგადოება აი ამ თვეების განმავლობაში რევოლუცია ამ რაღაცასაც ამიტომ არ დაყვიროდა წინასწარ რევოლუციას. რევოლუცია ხდება
ანუ რევოლუციას დაგეგმვა შეგიძლია მაშინ, როდესაც პროტესტი გუგუნებს მთელ ქვეყანაში. ამ სიტყვა რევოლუციას არ შეეჩვია ხალხი, არ შეეჩვია სიტყვა რევოლუციას ხალხი ამ ფერშუაში არ არის ხალხი, არ არის ნახირი მეთქი, ანუ ეს არ ეჩვევა სიტყვა თუ არსებობს. უბრალოდ სხვა რამეს ვიძახი, დისკრედიტირდა, იმიტომ რომ ტყუილა მიხვდნენ, რომ სიმულირებულ რაღაცა სცენარს თავაზობდნენ. მაგრამ ქართული ოცნების რევოლუცია როგორ ხდება? რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც პროტესტი უკვე ისეთ ზღვარს არის მიღწეული, რომ შენ, როდესაც ამ პროტესტის პოლიტიკური ლიდერშიპი გყავს საკმარისი ხალხი, სულ მცირე 20-30,000 კაცი, რომელიც შენს ბრძანებებს მოყვება. პრეზიდენტის სასახლესთან მარტო კი არ დგახარ, როცა გიჭერენ. მარტოები იყვნენ ხალხო, 100 კაციც კი არ ყოფილ რა რევოლუციას. ჩვენ ვიდექით უშუალოდ ამ სასახლესთან. ეს ხალხი ტყუილა, ბოდიში მაგას ვიძახი. იმიტომ რომ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. ყველაფერი იყო ტყუილი, არ არსებობდა რევოლუციის გეგმა. ხალხს არ შეიძლებოდა ეს პროვოკაცია ყოფილიყო ქართული ოცნების მხრიდან ამასაც ანუ ქართულ ოცნებას დაეგეგმა რომ ამ ადამიანებს დაეჯერებინათ რომ თითქოს ზურგია. ახლა ესე ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ ეს თავშტენი უნდა კონდეს და ქართულ ოცნებას არ წამოეგოხა, ამიტომ არის ზუსტად. კარგით, მოდით ამიტომ არის ზუსტად. ახლა შენ თუ ქართულმა ოცნებამ დაგაჯერა ეგ ყველაფერი გაიწია რა მაშინ პოლიტიკიდან. გაიწია. და დაუჯერე იმას, ვისაც ვერ დააჯერა. ფედერალისტებთან რო გამოსულიყო კონტაქტზე, ესეთი მოცემულობა ავიღოთ, გრიგოლ ლილუაშვილი მოიტანა მყარი ინფორმაციები, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი ავრცელებდა ინფორმაციებს ბურჭულაძეზე, რომელიც გამართლდა, კიდე რაღაც ინფორმაციები იყო, რომელიც თქვა ლევანმა და მე ასეც ხდებოდა. თქვენთან რომ მოვიდეს ისეთი მყარი წყარო გეგმით რომ აი ბიძინას მოვიშორე. ეგ ინფორმაციები ხალხო, ეს იყო ყველაფერი ბოლი, რასაც ლევან ხაბეიშვილი თქვენ გიყვებოდათ. ეგ ინფორმაციები ისედაც ნათელი. თქვენ თვითონ შეხვიდოდით ასეთ მოლაპარაკებებში. კონტაქტში შევალ ყველასთან, ვინც ბიძინას დასასუსტებლად საინტერესო ინფორმაციას მომცემს. ოღონდ ბრმად კი არ შევალ, თვარეულივით კი არ შევალ. ლილუაშვილის იმედად. ეგება ისინიც არ შესულან ბრმად და სრულიად ბრმად შევიდნენ. ყველაფერი ტყუილი იყო. არაჟნის კონტეინერის დრამის შემოქმედებისგან. ანუ ტიპებს ეჯერათ, ანუ მიშა რატო ჩამოვიდა? ბოდიში ეს უნდა თქვა. არა, ეს უნდა თქვა. მიშა აქ რისი იმედით ჩამოვიდა? ჩამოვიდა იმ ილუზიით, რომ საქართველოში არსებობს რაღაცა ხალხი, რომელსაც ის ფეხზე არ კიდია და გაათავისუფლებს. და რომ ვეუბნებოდით, რომ ესეთი ხალხი არ არსებობს, თქვენო ჩემი ქშურთო. და აი ამ აფერას ჩამოყვა და მე 2 წელი იტირა და ბიძინა ივანიშვილს ეხვეწა, რა ვიცი მე რა მდგომარეობაში, აი სისუსტის გარდა რო არაფერი არ გამოუსხივებია, თავი რო ლიდერად მოქონდა, ოღონდ გამიშვი პარტიას გადმოგიფორმებო. ხაბეიშვილი დარბოდა და პარტიის ოფისს უფორმებდა ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ მიშა გაუშვიო. ანუ აი ამას აკეთებდნენ. ზუსტად იგივე აფერა არის აი ეს 4 ოქტომბრის რევოლუციად. არაფრით განსხვავდება მიშას ჩამოყვანისგან. საერთოდ არაფრით განსხვავდება იგივე აი ამ არჩევნების ვერ გააყალბებენ დრამისგან. არაფერი ამ ხალხს ხელში არ უჭირავთ, იმიტომ რომ სისტემური პრობლემა აქვს. ისინი არ არიან დემოკრატიულები. ისინი იყურებიან ზემოთ. თავები აქვთ მიბმული სხვანაირად. მაგ სისტემაში ზემოთ უნდა იყურო. ხალხს ვერ ხედავენ, რეალობას ვერ ხედავენ და აქედან გამომდინარე აკეთებენ არასწორ დასვენებს და ქვეყანა იჩეხება ამასობაში. შეფასებებია, როცა დადგება დრო დემოკრატიული არჩევნების, საზოგადოება ვინც რამდენ პროცენტს რამდენი ხმას მიცემს, ამას უკვე დემოკრატიული არჩევნები. ნაციონალურ მოძრაობას უკვე მიცა შეფასება თბილისში ბოლო ადგილზეა ხო ხედავთ. ანუ მე-5 ადგილზე გავიდა თბილისში რეალურად, ანუ შეფასება როგორ არ მიცა. ამომრჩეველმა ხაზარაძესაც მიცა შეფასება, ხო? რეალურად ბოდიში ეს დემოკრატიულ არჩევნები რო ჩატარდება. ბოდიში ეს უნდა 180,000 ხმა დაუწერეს 2024 წლის არჩევნებში, ხო? გაუნახევრდა. გახარიას 160,000 ხმა ეწერა, 50,000 ხმა ვინც აიღო. ანუ ამორჩეველი ძალიან სწორად აფასებს ყველაფერს და ჩვენი პარტია თავს ინახავს ამორჩევლებს. კეთილი, დემოკრატიულ არჩევნებსაც დაველოდოთ და დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ასე იქნება. დიდ მადლობას გეტყვით, თამარ ჩარგველიშვილს უსმენდით.